აჭარის განათლების სამინისტრო აჭარის სახელმწიფო ანსამბლის გაფიცულ წევრებს მოლაპარაკებას კიდევ ერთხელ სთავაზობს. მინისტრის მოადგილემ ლადო მგალობრიშვილმა ანსამბლს შეთავაზება წერილობით უკვე გადაუგზავნა. საპასუხოდ კი გაფიცულებმა მთავრობის წინ შიმშილობა განაახლეს. ისინი ახალი დირექტორის გათავისუფლებას და ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე აღდგენას მოითხოვენ და სამინისტროს შემოთავაზებას მიუღებლად მიიჩნევენ. თავის მხრივ აჭარის განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ თემურ ქორიძის დირექტორის მოადგილედ ან მოწვეულ სპეციალისტად მუშაობის შეთავაზება საბოლოოა და უწყება სამომავლოდ მეტდათმობაზე წასვლას არ აპირებს. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში კი ძველი კადრების ახლით ჩანაცვლებასაც არ გამორიცხავენ. მეტი შეთავაზება არის ფიზიკურად ბუნებაში შეუძლებელი და მეც ვერ შევთავაზებთ, იმიტომ მეტი არ შეგვიძლია. თუ მოდიან ამაზე ვიწვევთ, რომ ხვალვე ეს დოკუმენტი გავხადოთ ნორმატიული სახის, თუ არ მოდიან, მაშინ უკვე სახელმწიფო აიღებს პასუხისგებლობას და არ დაუშვებს, რომ ანსამბლში იყოს ესე ვთქვათ, იყოს პარალიზებული. თუ არ წამოვლენ შეთანხმებაზე მოხდება თუ არა მათი ჩანაცვლება ალტერნატიული კადრებით? განიხილება აღნიშნული ვარიანტიც გიდასტურებთ. მოლაპარაკებები იყო, რაც დაგკვირდნენ, იმას არ აკეთებენ. შიმშილობას ვაგრძელებ ისე. ბოლო ჩვენი მოთხოვნაა ესე წავიდეს ოთარ მიქელაძე მისი გუნდით და დაწყნარდება ყველაფერი.